უკაცრავად, შეყვარებული ყავთ? თუ არა, შემიძლია დაგეხმაროთ და ვინმეს შეგახვედროთ. ისეთ ადამიანს ვიმსახურებ, ვინც მოთხოვნებს დამიკმაყოფილებს. ჭარბწონიანებს ვერ იდები. კატების მოყვარულებს ვერ ვიდან. ვცდილობ რომ დავლაგდე. პირობას გაძლევ, რომ შენი ცხოვრების სიყვარულზე დაქორწინდები. გამახსენე უკვე რამდენ წყოს დაეხმარე? 900. თუ კი გოგონა ითხოვს მაღალ, სიმპათიურ მამაკაცს. სულ მცირე $500,000-იანი შემოსავლით. უნდა უსრულო. მეჩმეიკერი ხარ? დალევნამეს? სიამოვნებით, კოლო და ლუდი. გამარჯოს. ჯონ, როგორ ხარ? არ მეგონა დღეს საღამოს თუ შეგხვდებოდი. იცი მომენატრე. კარგი რა, ალბათ სახეზეც არ გახსოვარ. ლუსი მარადიულად დაუოჯახებელი. ჩემზე უკეთესებიც არიან. როგორც წესი, ინსტინქტი არ გველოდებს. გამარჯობა. რა ლამაზია. ურთიერთობებში კარგად ერკვევი, არა? იშვიათ სახეობას განეკუთვნები. რაღაც არ ამქვეყნიურს. ამბინაში რამდენი გადაიხადე? 12 მილიონი. აპირებრად ცოლად გაყვე? რატომაც არა? რადგან სიმპათიურია და ფულიანი. თან ალბათ მარტო ცხოვრობს. ეგრა, ჩემი დამტენია? როცა შენ სახეს უყურებ, თვალწინ ბავშვები მიდგას, რომლებიც შენ გვანან. ამაზე რას ეთქვი? ესე ვფიქრობ. რომ ჩემ საქმეში ეგეთი მაგარიც აღარ ვარ. ხალხს სიყვარულს პირდებით, მაგრამ წინასწარ ვერ განსაზღვრა ვინ შეგეყვარდება. საერთოდ ხალხი რატო ქორწინდება? იმიტომ რომ მარტოსულები არიან. და თან იმედი აქვთ. 48 წლის ვხდები და ვფიქრობ, ვინმე ზრდასრული მჭირდება. ძალიან ლამაზი კლიენტი მყავს, 31 წლისაა. იცი რა, მაგ ხელაც არ მიგულისხმია.